საქართველოსთვის იშვიათი ვირუსული ინფექცია, რომელიც კოღოს ნაკბენით ვრცელდება ქვეყანაში წელს პირველად დააფიქსირეს დინგეს ვირუსი, რომელიც უცხო ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეს აღმოაჩნდა. ირკვევა, რომ საქართველოში ჩამოსვლის დროს ის უკვე ინფიცირებული იყო, რაც დაავადების ადგილობრივ გავრცელებას გამორიცხავს. სტატისტიკის მიხედვით მითითებული ვირუსი ჩვენს ქვეყანაში წინა წლებშიც ფიქსირდებოდა, თუმცა საუბარია ერთეულ შემთხვევებზე. დინგეს ვირუსს რესპირატორული დაავადებების მსგავსი სიმპტომები ახასიათებს და ის ძირითადად ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებშია გავრცელებული. რამდენად არის საქართველოში ვირუსული ინფექციის გავრცელების საფრთხე, მით უმეტეს რომ დაავადების გადამტანი კოღოები არიან. ეპიდემიოლოგების პროგნოზები მარიამ აფციაურმა მოისმინა. სამწუხაროდ ხედავთ, რომ მთელ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში უკვე ის დინგეს გადამტანი კოღო უკვე საკმაოდ გავრცელებულია. ინფექციური დაავადება, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის, საქართველოშიც დაფიქსირდა. საუბარია ერთ შემთხვევაზე და როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების რისკი არ არსებობს. პატა იმნაძის ინფორმაციით, პაციენტი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, გამოჯამრთელებულია და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა. იმნაძე არ აკონკრეტებს ქვეყანას, საიდანაც ეს ადამიანი შემოვიდა. მისივე ინფორმაციით, საქართველოში დინგეს ადგილობრივი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. შემოტანილი შემთხვევები ყოველწლიურად გვაქვს, შეიძლება 7-8 შემთხვევამდე წელიწადში იყოს ხოლმე. პაციენტი, რომელიც იყო უკვე გამოჯამრთელებულია, იქ სადაც იწვა, ასე ვთქვათ, საავადმყოფოში იქ ჩატარებულია დეზინსექცია, ანუ მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებები. რეალური რისკი, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში არ არის ახლა იმისი, რომ აქ დინგი გაგვივრცელდეს, თუმცა თავარი არის, რომ აი კოღოების წინა დამდგარი წყალი და განსაკუთრებით სადაც არის საბურავები. იმიტომ რომ საბურავში წვიმის დროს წყალი რო ჩავა, შემდეგ მზეზე რო გახურდება, არის იდეალური პირობები, რომ ეს კოღო, რომელსაც დინგი გადაა, გამრავლდეს. ამიტომ აი საბურავები სადაც არის, უნდა იყოს გადახურული, რომ წვიმა არ მოხვდეს შიგნით. აი ეგ არის პროფილაქტიკა. სპეციალისტების ინფორმაციით, დინგი არის ინფექციური დაავადება, რომელიც კოღოს უკვე დაავადებული ადამიანებიდან გადააქვს. იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, დინგეს ინკუბაციური პერიოდი 5-დან 10 დღემდეა. ივანე ჩხაიძის განმარტებით, ინფექციური დაავადების სიმპტომები იწყება მწვავედ, შემცირებით და სხეულის ტემპერატურის 39-41 გრადუსამდე მომატებით. ახასიათებს თავის კუნთებისა და სახსრების ტკივილი. პირველ რიგში უნდა იყოს ინფიცირებული ადამიანი, რომელიც რაოდენობის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხასიათდება ვირუსით მაღალი აქტივობით სისხლში. აი ამ ფაზაში მას უნდა უკბინოს კოღო. მეორე ეტაპი ეს არის თვითონ კოღოს ორგანიზმში ამ ვირუსის გავრცელება და კოღოს სანერწყვე ჯირკვლამდე მისვლა, ამას ალბათ 7-10 დღე ჭირდება და მესამე ეტაპი ეს არის კოღომ უნდა უკბინოს ჯამრთელ ადამიანს. ერთჯერადი კბენაც საკმარისია იმისათვის, რომ კოღომ გადასცეს ჯამრთელ ადამიანს სისხლის ის ნაწილაკი, რომელიც მის ორგანიზმში მოხვდა ავადმყოფი ადამიანისაგან. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა დღეს განცხადება ებოლას ვირუსზეც გააკეთა, რომლის აფეთქებასაც ახლა კონგოსა და აფრიკის რამდენიმე სხვა ქვეყანაში ებრძვიან. ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ამ მძიმე ინფექციის გავრცელების რისკი საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს. რისკებს პრაქტიკულად გამორიცხავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრშიც. გავრცელება შეიძლება დაავადებული ადამიანიდან ან გარდაცვლილიდან გამოყოფილი სხეულის სითხეებით. ეს უნდა იყოს პირდაპირი კონტაქტი. მნიშვნელობა ამ გავრცელების ძალიან სპეციფიური გზასა აქვს და სწორედ ამიტომ არის ეს ვირუსი ლოკალური მნიშვნელობის და ის რომ ის შეიძლება მსოფლიოში გავრცელდეს, ამისი შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს. ებოლა არსად არ ფიქსირდება გარდა აფრიკისა. იქაც ორ ქვეყანაშია ჯერჯერობით და თან ერთში ცოტაა და ალბათ უგანდაში მალე მოუვლიან, აი კონგოსი რა მოგახსენოთ, იმიტომ რომ იქ ჯანდაცვის სისტემა ძალიან სუსტია. ამიტომ ჩვენთან პრაქტიკულად არავითარი რისკი არ არსებობს შემოტანის. ებოლა საკმაოდ საშიში ვირუსია, რომელიც გადადის ინფიცირებული ადამიანის სისხლით, ნერწყვით და სხეულის სხვა სითხებით პირდაპირი კონტაქტით, ასევე დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნივთებიდან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს რესპუბლიკაში, უგანდასა და სამხრეთ სუდანში ებოლას ვირუსის აფეთქებები საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.